მოგესალმებით ეთერშია დასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგეცნობთ. ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც საქართველოში ხდება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპისა და ევროკავშირის რეაქცია ძალიან ჩუმი იყო. თითქმის 1 წლის წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დღეს იმავე ქვეყანას რუსეთის ორბიტისკენ მიათრევენ. ავტორიტარული ტაქტიკის საცდელ მოედნად აქცევენ და ევროპის რეაქცია არ შეესაბამება იმის მნიშვნელობას, რაც ხდება. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ის რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ ქართული პოლიტიკური კრიზისი არ არის და ევროპული გამოწვევის ნაწილსაც წარმოადგენს. ამასთან ზურაბიშვილის განცხადებით, თუ დღეს საქართველოს ვერ დავიცავთ, ხოლ შეიძლება სრულიად განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ. ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი შვედეთის საელჩოს მიერ იყო დაფინანსებული. ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა 9 აპრილის აქციის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აშკარაა მცდელობა იმისა, რომ ფსკერს ქვემოთ დაშვებული მეთოდებით ჩვენს საზოგადოებაში მოახდინონ დაყოფა. თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც სჭირდება მეგობრები და არა ბატონები. კალაძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილი დებატები შეაფასა და აღნიშნა, რომ ზემოდან მაყურებლების ტონი კატეგორიულად მიუღებელია. ამ ტონით საუბარი და ამ ტიპის ბუქარები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე და ჩემს თანაგუნდელებს არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის, იმისთვის, რომ გაღრმავდეს ურთიერთობები, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა საქართველოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. კატეგორიულად მიუღებელია ზემოდან მაყურებლების ტონი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად გვინდა პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები და არა ბატონები, განაცხადა კალაძემ. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რასაც ცდილობენ სამშობლო დაკარგული ადამიანების ხელით აკეთონ. ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ ახსენეს 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში რუსეთი და ამის ნაცვლად თქვეს, რომ უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ. პაპუაშვილმა 9 აპრილის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ისტერია უწოდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული როგორც რუსთაველზე, ისე სოციალურ მედიაში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის თავდასხმის მიუხედავად აწარმოით იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი. ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თია წულუკიანმა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე სერჟანტ როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძეს კომისიის ხდომაზე განუცხადა. წულუკიანის თქმით, სწორედ ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, რითაც დადასტურა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოგლა. საქართველოს მძიმე დემოკრატიულ უკუსლას განიცდის. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დებატებზე დეპუტატმა საბინა ჩუდიჩმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როდესაც წევრ ქვეყანაში არსებულ ვითარებას განვიხილავთ, ჩვენ მას ვაანალიზებთ დემოკრატიული სტანდარტებისა და დემოკრატიის საფუძვლების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ეს საფუძვლებია კანონის უზენაესობა, თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, კერძოდ ხელისუფლების დანაწილებაზე დამყარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ადამიანის უფლებების დაცვა, ინდივიდუალური თავისუფლებების უზრუნველყოფა. თუ საქართველოში არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, კერძოდ იანვარში მიღებული რეზოლუციის შემდეგ დღევანდელ დღემდე არსებულ ვითარებას უნდა განვაცხადოთ, რომ დემოკრატიის ყველა ამ საფუძველთან დაკავშირებით ვითარება უარესდება. ქვეყანა მძიმე დემოკრატიულ უკუსლას განიცდის, განაცხადა საბინა ჩუდიჩმა. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე საუბარი ძნელია. ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომაზე საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა. თეორიულად ანგარიშის მიზანია საქართველოს როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შეფასება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნის პროგრესად განვიხილავთ. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და შემდგომი პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ პროგრესზე საუბარი ძნელია, განაცხადა ევროპარლამენტარმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებულ მოსამართლე რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები. მათივე ცნობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. საქართველოში სამწუხაროდ იანვრის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე საუბარი შეუძლებელია. ამის შესახებ პორტუგალიელმა პარლამენტარმა ედით ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობდა. მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია პრაქტიკულად ყველა ფრონტზე გაუარესდა. მისი თქმით, გრძელდება სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის გადაუდებელი თავდაცვის საჭიროებები განიხილეს. ამის შესახებ შმიგალი X-ზე წერს. პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ბრიუსელში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან. განვიხილეთ უკრაინის გადაუდებელი თავდაცვის საჭიროებები. მადლობა გადავუხადე კაია კალას მისი ინიციატივისთვის, გამოიყო 40 მილიარდი ევრო და გაიზარდა ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერა. ასევე ხაზი გავუსვით თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის შეძენა უკრაინისთვის. ასევე მნიშვნელოვანია SAFE ინსტრუმენტის გაშვების დაჩქარება, წერს უკრაინის პრემიერი. დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საპასუხო ტარიფების დაპაუზების შესახებ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ფუნქციონირებისთვის მკაფიო და პროგნოზირებადი პირობებია აუცილებელი, განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მხარს უჭერს და ამისთვის მზად არის. რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 145 დრონით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, თავდაცვის ძალებმა 85 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 49 დრონი იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა უარყოფითი შედეგების გარეშე. რუსეთის თავდასხმის შედეგად დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხმელნიცკის, პოლტავისა და მიკოლაევის ოლქები დაზარალდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქვეყნის დედაქალაქ კიევს 30 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 16 თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. ხოლო დანარჩენი ლოკაციურად დაიკარგა. თავდასხმის შედეგად კიევში 2 ადამიანი დაშავდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.